მანამდე კი ტურიზმზე, დაცულ ტერიტორიებზე, ელექტრონულ ფესტივალებზე და სხვა საინტერესო საკითხებზე საუბარს უკვე ჩვენს სტუმართან ერთად განვაგრძობთ. გიორგი სიგუა გვეწვია დღეს პირდაპირ ეთერში. ბატონო გიორგი, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ ჩვენთან. პრინციპში ტურიზმისგან შორს არ წასულხართ, დაცული ტერიტორიები, რომლებიც ტურიზმისთვის ერთ-ერთი ალბათ ძალიან მიმზიდველი, ესე ვთქვათ, ნაწილია. შესაძლებელი არის თუ არა, რომ ადგილებზე მოეწყოს ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ადამიანები გაჩერდნენ გარკვეული დროის განმავლობაში და დაათვალიერონ ყველაფერი, რასაც ინახავს. ინფრასტრუქტურა დაცულ ტერიტორიებზე მოწყობილია, არსებობს. შესანიშნავი სასტუმროები გაგვაჩნია და მათგან რამოდენიმეს გაიჯარებასაც გეგმავთ. ეს მოხდება უახლოეს დღეებში. ჩვენს 18 ადმინისტრაციაში ჩვენ გაგვაჩნია სასტუმროები, არაერთი ტურისტული სერვისი, რომელზეც მოგვიანებით მოგითხოვთ, მანამდე გეტყვით მე როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, თუ ზოგადად რას წარმოადგენს დაცული ტერიტორიები და რა როლი აქვს იქ ტურიზმს. დაცული ტერიტორიები ეს არის კონკრეტული სივრცე, კონკრეტული კოორდინატების მქონე ტერიტორია, რომელსაც კანონით აქვს მინიჭებული სპეციალური სტატუსი, ანუ არის დაცული ტერიტორია. და მისი მთავარი ფუნქცია მოვალეობა არის ბუნების, მრავალფეროვნების კონსერვაცია, შენახვა მომავალი თაობისათვის, თუმცა საჯარო ხელმისაწვდომობის პირობებში. აი ძალიან საინტერესოა იჯარის პირობები, როგორი იქნება, როგორ მოხდება გაცემა, იმიტომ რომ შეიძლება ეს განსხვავებულად ზოგიერთ ჩვენს ობიექტს ჩვენ მართავთ ჩვენ თვითონ, ჩვენი ადმინისტრაციები მართავენ თავად, ხოლო ზოგიერთ ობიექტს ჩვენ გავცემთ იჯარის წესით და კერძო მეწარმეები ახდენენ მათ ოპერირებას და შემოსავლებსაც ასე ვთქვათ ვინაწილებთ. თუმცა ვინაწილებთ მათ სასარგებლოდ. უახლოეს საიჯარო გამოსატანი ობიექტების ნუსხა გამოიყურება შემდეგნაირად. ეს არის სასტუმრო ქობულეთში, ეს არის სასტუმრო მტირალას ეროვნულ პარკში, ეს არის სასტუმრო სათაფლიაზე და ეს არის სასტუმრო კოლხეთის ეროვნულ პარკში, ანუ ფოთში. ასევე ობიექტი გასაცემი ობიექტების სიაში შედის კაფეტერია უკაცეს კანიონზე. ეს არის სრულიად ახალი ტურისტული პროდუქტი და მე დარწმუნებული რომ ეს გახდება საქართველოს ტურისტული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ტურისტული ატრაქცია. ეს არის სოფელ გორგში, ხონის რაიონში. 10 სექტემბერს გაიხსნა და პრაქტიკულად პირველ სეზონს ხვდება წელს დაახლოებით თვე-ნახევარში ჩვენ ალბათ დავიწყებთ დიდი ნაკადების მიღებას უკაცეს კანიონზე. იქ არის იჯარით გასაცემი კაფე, სუვენირების მაღაზია. ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრები და პრეზენტაციები სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, ტურისტული ასოციაციის ხელმძღვანელობასთან, ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც ქოლგა ორგანიზაციას წარმოადგენს ტურისტულ ბიზნესში ჩართული ორგანიზაციების პირველ შეხვედრები გვქონდა თბილისში. ზეგ სავარაუდოდ მე ხელმძღვანელობის დავალებით გამემგზავრები უკვე ადგილებზე და ადგილობრივ მეწარმეებს შევხვდებით და პირობებს გავაცნობთ. შემდეგ უკვე გამოცხადდება აუქციონი და აუქციონის წესით განისაზღვრება ის მეწარმე თუ ვინ გაუწეს ოპერაციას. და ალბათ პირობებიც რაღაც კონკრეტული პირობები არის ძალიან მარტივი. ეს ობიექტები არის პრაქტიკულად გასაღების ქვეშ გამზადებული იმისათვის შეხვიდე და ამუშავა. როგორც წესი აუქციონი ცხადდება პროცენტზე შემოსავლიდან, ანუ ვინც მეტ პროცენტს გადაგვიხდის თავისი შემოსავლიდან, ის მიიღებს ოპერაში. არანაკლებ 10% სავარაუდოდ ეს ასე იქნება და ჩვენი მიზანი არ არის რომ რაც შეიძლება მეტი ფული ამოვიღოთ და ვიღაცა დავახრჩოთ. ხო, პირიქით ჩვენი მიზანია რომ ობიექტებმა, სასტუმროებმა, კაფეებმა, მაღაზიებმა იმუშაოს რაც შეიძლება გამართულად, რაც შეიძლება მეტ ვიზიტორს მოესწრაფოს. ვიზიტორების რაოდენობა რეალურად არ გიჩნიათ დღეების და მდინარის კალაპოტების გაყიდვაში შეიძლება დაგდონ ბრანდი, რადგან დაცულ ტერიტორიებზე შედის ესე ვთქვათ. გაყიდვით არაფერს არ ყიდით, ვაიჯარებთ იმ სასტუმროებს და ვთქვათ მაღაზიებს და კაფეებს, რომლებიც ისედაც არსებობენ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა სასტუმროების არის ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში. მე ვიტყოდებ დაცული ტერიტორიების სასტუმროების ქსელი არის საუკეთესო სასტუმროების ქსელი საქართველოს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ როგორი სასტუმრო გვაქვს ვაშლოვანში, როგორი დაძოფლის წყაროში, როგორი სასტუმრო გვაქვს თოთის კოლხეთის შემოვიდნენ და რეალურად 17,000 ვიზიტორი ყავდა 2014 წელს, რაც 20%-ით მეტი არის 2013 წელს მაჩვენებელზე, ეს არის 350,000 ვიზიტორი 2013 წელს. წელს ველოდებით 9 მილიონამდე ვიზიტორს და შემოსავლებში ზრდა გვაქვს მკვეთრი, მაგალითად რომ შარშან ჩვენ მივიღეთ დაახლოებით 1,300,000 ლარის შემოსავალი, ხოლო
2013 წელს ეს იყო მილიონამდე ლარი, 997,000 ლარი. წელს დაგეგმილი გვაქვს ბუნებრივი კიდევ უფრო მეტი და მით უფრო რომ იმ კონკრეტული ობიექტების ნუსხა, სადაც ადამიანები ფულს იხდიან შესვლაში და კონკრეტული ტურისტული პროდუქტების მიღებაში ძალიან არის გაზრდილია. გაკეთდა უკაცეს კანიონი, უკაცეს კანიონზე სხვადასხვა მომსახურებები შეითავსება ტურისტებს. გაკეთდა ზიპლაინი მტირალას ეროვნულ პარკში და სულ რაღაც 15 ლარად ექსტრემალები და დიდი ადრენალინის მოყვარული ტურისტები შეეძლებენ ამ სიამოვნების მიღებას. ახალი სასტუმროები გაკეთდა. უბრალოდ ტურიზმის სტატისტიკა რეალურად აჩვენებს იმას, რომ ტურისტების და ვიზიტორების ნაკადები არის რეალურად შემცირებული. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის ძირითადი მიზეზი? იმიტომ რომ კამათი ძირითადად მიმდინარეობს არის ეს გამოწვეული გარე ფაქტორებით თუ შიდა ფაქტორებით, თქვენ რომ რა პოზიცია გაქვთ? საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკა არის შემცირებული, შემცირებისკენ არის ტენდენცია. რა თქმა უნდა, გარე ფაქტორებიც არის, შიდა ფაქტორებიც არის. მე ხა ცოტა არ მინდა რომ დაუკრიფოში სხვის ბოსტანში გიგისოთ კენჭება რაღაც სხვის საქმეზე ვილაპარაკო. მე ალბათ მიხედავს ამას, ვინც უნდა მიხედოს. არ არჩევს გამოვალეს მდგომარეობები. რას გამოყოფთ, იმიტომ რომ ეს რეალურად ეს პრობლემა არ არის, თქვენზეც აისახება ბუნებრივია. ჩვენზეც აისახება, რასაკვირველია, თუმცა მე კიდევ გაგიმეორებ წეგან თქმულს, დაცული ტერიტორიების საკითხის მთავარი ფუნქცია სულაც არ არის ვიზიტორების მოზიდვა და ამ ვიზიტორებიდან რაც შეიძლება მეტი შემოსავლის ნახვა, არამედ ჩვენი მთავარი ფუნქცია, რაცაც 95% სააგენტო საქმიანობის წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ბუნების კონსერვაცია, ბუნების დაცვა. საქართველოს ტერიტორიის 8.5% წარმოადგენენ დაცული ტერიტორიები და 18 ადმინისტრაცია სწორედ ამას ემსახურება, რომ მომავალთაობებს გადაეცეთ ხელშეუხებელი ის ბუნებრივი საგანძური, რაც ბუნებრივია, თუმცა ფაქტია ამ მიმართულებითაც, თუმცა საჯარო ხელმისაწვდომობის პირობებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დაცული ტერიტორიების კონსერვაცია, დაცული ტერიტორიების შენახვა საჯარო ხელმისაწვდომობის პირობებში. ჩვენ ხო არ მივდივართ თქვა საბჭოთა გზით, როდესაც საბჭოთა ნაკრძალში კაცისშვილს არ შეეძლო, არ შეხედა და არც ის შეფრენა არ შეიძლებოდა. ჩვენ შემთხვევაში საჯარო ხელმისაწვდომობა არსებობს. გასაგებია, ბატონ გიორგი, დაცულ ტერიტორიებზე მეტნაკლებად ალბათ ამოვწუროთ თემები, რამდენიმე თემა, რომელიც ბუნებრივად ძალიან მაინტერესებს თქვენგან. პირველი ეს არის ის განცხადება გიორგი კვირიკაშვილის, რომელიც წარდგენაშიც ამოვიკითხე, ფესტივალები და შეთქვათ და კონკრეტული კალენდარი ამ ფესტივალების. თუმცა თავის დროზე საკმაოდ მკაცრი განცხადებები გვახსოვს ვიცე-პრემიერისგან დაუშვათ იგივე კაზანტიპის ფესტივალთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, რატომ შეიცვალა ეს დამოკიდებულება ზოგადად ფესტივალების მიმართ? იცით, არ მგონია რომ უპრიანი იყო ჩემგან ვიცე-პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირება, მით უფრო რომ ბატონ გიორგი არის ჩემი ყოფილი ხელმძღვანელი. არის მოსალოდნელი, რომ დაუშვათ ამ კალენდრის მომზადება დაუშვათ თქვენ ჩაგაბარებთ. ძალიან დიდი სიამოვნებით გავაკეთებ ყველაფერი იმას, რაც წაადგება ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. აქაც დაცულ ტერიტორიების სააგენტოშიც მე ვკურირებ ტურიზმის განვითარების მიმართულებას, ტურისტული ინფრასტრუქტურა, ტურისტული პროდუქტების მიმართულებას და როგორც ტურისტის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ბუნებრივია რჩები ამ ქვეყანაში პირველ თუ არა ერთ-ერთ მომავალ გულშემატკივრად ტურიზმის და ალბათ ისე არავის არ ტკივა გული, ალბათ ისე არავის არ ტკივა გული, როგორც მე მტკივა გული აი მინუსებს, როდესაც ხედავ შემოსავლებშიც და ვიზიტორთა სტატისტიკაში. თუმცა მაინც რო თქვათ, კაზანტიპის ფესტივალმა რატომ ვერ გაამართლა თავის დროზე მოვიდა. ვისთვის ვერ გაამართლა? დაუშვათ იგივე შემოსავლების კუთხით, დაუშვათ იგივე მოლოდინები, რომლებიც გაცილებით უფრო მასშტაბური და შემოსავლების კუთხით, მინდა გითხრათ, 14,000 ტურისტი ესწრებოდა მას და ადამიანები აქირავებდნენ თავიანთ ხამისების საშუალებებს არანაკლებ 50-60 ლარად, როდესაც არანაკლებში ჩვეულებრივი სტანდარტული ფასი ბლუგინის არის 5, მაქსიმუმ 7-8 ლარი, ხო? 50 და 100 ლარად და 200 ლარად აქირავდნენ. ერთ-ერთი ვისაც არ გაამართლა, ეს იყო ინვესტორი, ვინც ამაზე დახარჯა
ფული. თუმცა მასაც არ ქონია ის გათვლა, რომ მაინდა-მაინც პირველივე წელს უნდა მას ენახა გრანდიოზული მოგება. გათვლა იყო 10 წელიწადზე, თავიდანვე, როდესაც იყო საუბარი და იგივე ის კვების ობიექტები იქნებოდა თუ გამისთევის საშუალებებში ჩადებული ინვესტიციები უნდა ყოფილიყო გათვლა 10 წელიწადზე. დღეს არსებული ადმინისტრაციის თუ არ ჩატარდება თქვა წელს ზაფხულში, ღმერთმა დაიფაროს და არაფერი თუ არ მოხდა თქვა ანაკლასში წელს, მოდით შევადაროთ მაშინ წლევანდელი და შარშანდელი შემოსავლები ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ქვეყნის ბიუჯეტის და მე რომ ნახოთ რამ გაამართლა და რამ არა. ნახოთ და ძალიან მოკლედ მინდა რომ შეაფასოთ დღეს არსებული ადმინისტრაციის მუშაობა. აი მაგალითად ახლაც გიორგი პერტაია ჩვენს გადაცემაშივე ამბობდა რომ უშეთ ჩინეთი არის პრიორიტეტული ძალიან რეალურად ამაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრიც. თუმცა ჩინეთი არ არის მარკეტინგულ გეგმაში გაწერილი 10 ქვეყანას შორის. რამდენად თანმიმდევრულია დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ძალიან მოკლედ და უნდა. კიდე ერთხელ გიპასუხებთ რომ ამ წუთას მე კვლავ წარმოვადგენ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ სტრუქტურას და ამ წუთას ვარ ჩინოვნი და ჩემგან ნამდვილად არ იქნება ხო უპრიანი κρიტიკა და თქვა შეფასება მით უმეტეს მონათესავე სტრუქტურის თუმცა ტურიზმი არის ძალიან დაუშვით და არ გინდათ რომ დაუშვან მაშინ ამის თქმა ხო მაინც მე ერთ-ერთი შეცდომა რაც დაუშვეთ მე ერთ-ერთი შეცდომა დაუშვით ჩემს ხელმძღვანელობასთან სუბორდინაციის შეცდომა რასაც მე ვაღიარებ და მადლობა ღმერთს რომ მე ბატონ გიორგი კვირიკაშვილ ჩვენი ურთიერთობა მოგვარდა გამოსორდა ასე ვთქვათ შევრიგდით და დარწმუნებული ვარ ბევრ ძალიან კარგ საქმეს გავაკეთებთ ერთად ერთ-ერთი შეცდომა რაც მე დაუშვით ჩემს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში შეცდომა და ამას ვაღიარებ. ეხლა რაც შეეხება მონათესავე სტრუქტურის საქმიანობის კრიტიკას მე რეკლამაზე აუცილებლად დავრუნდით პირდაპირ ეთერში გიორგი სიგუასთან ვაგრძელებთ საუბარს. გიორგი კიდევ ერთხელ მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი. რეკომენდაციებზე ვსაუბრობდით, იმ რეკომენდაციებზე, რაც ტურიზმის სააგენტოს ესეც ეხლა ნოახსენე რომ ნამდვილად არ მინდა რომ ხო აკრიტიკო მონათესავე სტრუქტურა და მით უმეტეს ჩემი ყოფილი დაქვემდებარებაში ყოფილი სტრუქტურა, მაგრამ ერთს ვიტყვი რომ ტურიზმი არის ძალიან აზრად დათვლად. ითვლება ციფრები. შეგო ძალიან მარტივია, ითვლება ვიზიტორების სტატისტიკა ითვლება შემოსავლები მთლიან შიდა პროდუქტში, ითვლება ახლად შექმნილი პროდუქტები და ითვლება მისგან შექმნილი სამუშაო ადგილები. ხო ძალიან მარტივია მათემატიკურად ითვლება. როდესაც მოვა შემოდგომა წიწილების დათვლის დრო, თუ უკვე მოსული არ არის, არ ვიცი, დაითვლება და შეფასდება. კარგად მუშაობთ თუ ცუდად მუშაობს. თქვენი პროგნოზი როგორია? მე პროგნოზად ამ წუთას თავ შეიკვა, მე ვიცი ერთი რამ, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სტატისტიკა ვიზიტორების ნამდვილად იქნება გაუმჯობესებული, შემოსავლების გაუმჯობესებული, სამუშაო ადგილები, რომლებიც იმ ინფრასტრუქტურის გარშემო იქნება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენი დონორების დახმარებით იქნება ეს თუ სახელმწიფოს ხარდაჭერით იქნება გაზრდილი და ჩვენ შემთხვევაში იქნება ყველაფერი კარგა. სხვა საქმეა როგორ იქნება, ვთქვათ, იმ $1.7 მილიონი საქმე, რომელიც 2014 წელს საქართველოს მიიღო საერთაშორისო ტურიზმთან. ეს შემოსავლები გაიზრდება თუ შემცირდება. შემცირებას ბუნებრივად თან ახლავს კრიმინალური პროცესები. რაღაცები დახურვა, სამუშაო ადგილების შემცირება, ადამიანების შემცირება სამსახურიდან და ასე შემდეგ. ტურიზმის განვითარების ფორმულა არის ძალიან მარტივი, ხო? რაღაც რაც შეიძლება მაქსიმალურად მეტი ტურისტული პროდუქტის შექმნა, ანუ მხოლოდ რეკლამის გაკეთება, წეგან მე და თქვენი ჟურნალისტი საუბრობთ ამაზე, მხოლოდ რეკლამის რეგულაცია შედის ამ ფორმულაში. თავისთავად მე ყოველთვის ვიყავი და ვარ მოხდა მაქსიმალური ვიზა ლიბერალიზაციის იმ განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენს ძირითად ბაზრებს. ცოტა რთულია ისაუბრო ტურიზმის განვითარებაზე, მით უფრო იმ ქვეყნებიდან და იმ ბაზრებისათვის ებაზე, საიდანაც ჩვენ პრაქტიკულად ადამიანს არ უშვებ შენს ქვეყანაში. ეხლა ჩვენ საუბრობთ ჩინეთს. ჩინეთი არის მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული ბაზარი, რომელმაც შარშან მსოფლიოს მისცა 96 მილიონი ტურისტი, რომლებმაც დახარჯეს $100 მილიარდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მით უფრო რომ ჩინეთი ჩვენგან შორს არ არის, მით უფრო რომ ჩვენ გვაქვს პირდაპირი ავიამიმოსვლა და შეიძლება ამ ავიამიმოსვლის გაზრდა მინისტრი აშკარად არა მარტო არ ვიცი ხა იუსტიციის მინისტრზე საუბარი ნამდვილად არ მინდა სხვადასხვა ქალაქებიდან შეიძლება სუპერ ბაზარი აი პირდაპირ ასე გეტყვით რა ხარჯვის უნარიანობითაც რაოდენობითაც
სიახლოვითაც მაგაზე კარგი ბაზარი სოფლიოს სამწუხაროდ სამი ბაზარი არის ერთი ყველაზე ჩინეთი, გერმანია, რუსეთი. ამ ბაზრებს ავითვისებთ ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენი სტუმარი და ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატება ვუსურვოთ ტურიზმს და თქვენს პირადად წარმატებას გისურვებთ. არავინ